ჩვენი შოუ 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 საგამომშვიდობის დადვირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. თემადალი გადაცემის დასაწყისში ნება მიბოძეთ შემოგთავაზოთ ჩვენი ტრადიციული რუბრიკა საუკეთესო ათეული. წარმოგიდგენთ წლევანდელი სატელევიზიო სეზონის 10 ფრაგმენტს, რომელიც ყველაზე მეტად მოიწონა ჩვენი შოუს მაყურებელმა. და ჩემო მეზობელმა მომუკამ რა მითხრა იცი? კოტიაო მითხრა, საერთოდ მეგონავი 6 წლამდე გაჩუმდი მერქვაო, სახელიო. სულ გაჩუმდი შეცახდა. ერთმა გურულმა ბავშვმა ეროვნულ გამოცდები რომ მიდის ახლა, ხო იცით რა თუ რომ გამოვიდა გარეთ, რაქენიო შოველმა უთხრა და რაქენი მომავიდა იმპერიადლები იყვნენ ჩემ გვერდზეო, პიჯვარის გარდა ვეფერი გადევიწერეო. კარგია. ასე პიჯვრის წერით გამოვიდა გარეთ. ჩემი ძალი სამშობიაროდ ემზადებოდა ძმის ცოლი. მე მაშინ სპექტაკლი მქონდა. მაგას დაწყებია ტკივილები, სამშობიაროდ ტკივილები და გააქანეს რკინიგზის სამშობიაროში. მე კიდე თეატრში მქონდა მაშინ სპექტაკლი. დავამთავრე სპექტაკლი და ეგრე სირბილით გავიქეცი იქვე. რა დიდი მანძილი არ არის. და რო შევედი ამ სამშობიაროს ეზოში რო შევედი, სამშობიაროს მხრიდან მესმის ქალის ხმა. და პათეტიკური განწყობის. ხო, პათეტიკური ხმა იყო რაღაცა. გავემართე იქ მისაღებისკენ, ხალხი გულშემატკივრების სადაც იკრიბებიან და მიმღებში კი არა, მოსაცდელი როა იქ და დავინახე რომ აი ამ ქალის ხმა ისმის, რომელიც კარებში ზის. შვილი შემეძინა ენაცოლოს ბებო, დაგონები, პაჭულები, პიჭულები. 57 სანტიმეტრიაო და 5 და 200 დაიბადაო. გოლიათი დაიბადა, ესეთი ბავშვი არ დაბადებულა, არც დაიბადება ენაცოლოს, დაგონები, პაჭულები, პიჭულები. ეხლა ვიფიქრეთ, სხვაგან ხო არ მოვხვდი მეთქი და არა და სამშობიაროს მოსაცდელი. უკაცრავად მეთქი და როგორც იქნა შევედი კარებში. კარში შევედი, სადაც უამრავი ხალხია, სიგარეტს ეწევა ზოგი, ელოდება თუ თავისი პირადი განსაცდელია, თუ ამ ქალის მოთქმით მიყრილები არიან. ესე იგი, ყოველ წუთნახევარში ეს ქალი ამ ფრაზებს რეფრენივით იგივე ტექსტი მეორებს. რეფრენივით მოსთქვამდა რა, ხალხი ახლა თავის ვერდიქტს ელოდება. თავის აბიგრალია ყველას. ხო, თავის იმაში არიან და ერთი სიტყვით მთელი აუდიტორია შეღუნებული იყო და რო არ დაგემალო მეც შევწუხდი. გადავწყვიტე რომ მივსულიყავი ამ ქალბატონთან, მივედი. მე ვთხარი, გამარჯობა ქალბატონო. რა ხდება მეთქი, რა შეა საქმე, ხო ვერ მეტყვი. შვილი შემეძინა ენაცოლოს, ბებო, დაგონები, 42-ია და 5 და 700-ია და ესეთი ბავშვი არ დაბადებულა, არც დაიბადება. ესე იგი, ხოვდგევარ ფეხზე და აი ესე ცხიწი, ესე მიქნე ხელებს, თითებს. მე ვთხარი, ქალბატონო, მე იზღა დამრჩენია, რომ წრფელი გულით მოგილოცოთ მეთქი შვილიშვილის დაბადება, ღმერთმა ბედნიერი და ჯანმრთელი გიმყოფოთ მეთქი და სასახელო გაგიზარდოთ. მაგრამ რა გიხარიათ მეთქი? როგორ რა მიხარიაო კაცო, შვილი შემეძინა ამდენია სიგნეში 5-8-ია. ესეთი ბავშვი არ დაბადებულა, დაგონები, პაჭულები. ერთი წუთი ქალბატონო მე ვთხარი. აი შემომხედეთ, კარგად დამაკვირდით. კარგად დამაკვირდით ქალბატონო. 6 და 700 დავიბადე და 72 სანტიმეტრი. ხო ხედავთ, სად გავჩერდი მე. მოდი, მე რამე და იქ სიმართლეს გავუსწორო თვალი. მე დაბალი არა ვარ, მე ვარ ზრდაში პერსპექტივა. აი შეგაიხარე.
ერთხელ დღეს ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა იმერელი ბიჭი, ჩემი მოსწავლე და მთხოვა რომ იქნებ მასწავლებელო რაიმე სერენადა მასწავლოთ, გოგოს გული მინდა მოვიგო. მეც რა თქმა უნდა დაბეჯითებით მოვინდო მე ვასწავლე გავუშვი. მეორე გაკვეთილია მოდის წაშლილი აქვს სახე. რა ხდება ნიკოლოზ მეთქი როგორ დაუკანი თუ მოეწონა იმ გოგოს მეთქი. ემერია მასწავლებელო. რა აგერია მეთქი რომელი აკორდი აგერია ხომ გასწავლე მეთქი. აკორდი არა ურთიერთობა ემერია მასწავლებელი. რა დაუკრა ეგეთი? ასე იყო ეს. ალკოჰოლზე დამოკიდებული კაცი გარდაიცვალა რა და პანაშვიდებია რა და მესამე დღეა რა და ვიღაც ქალბატონი შემოდის რა ესე პანაშვიდზე და ვაიმე დედა რო შეხედა მიცვალე დედა რა კარგად გამეიყურებაო და ისე უნება ერთი ვიცი ხო ოჯახს კარგად გამეიყურება ქალბატონს 3 დღე არ დაულევია 90-იანებს დაუბრუნდები, ჩემ რამოდენიმე მეგობარი ექიმი დაგპატიჟეს, ვეთ ქართლის ერთ-ერთ სოფელში. დიდი სუფრა გაიშალა მოკლედ და ისე გამოვიდა რომ მოკლედ ვერ დავრჩით იქ და ნასვამები წამოვედით მეგობრის მანქანით და ძღოლიც ნასვამია. ოღონდ აი როგორი ნასვამები ვართ, იცი? კაი გვარიანი ნასვამები ვართ, ეხლა მთლად აი გაბეჩავებულ მთრალებს რო ეძახიან, კახეთში მთლად ეგრე არა ვართ, მაგრამ ბევრი ცალ არ გვიკლია რა და ძღოლის თვალია რა. ხო, აი როგორ ვართ იცი რომ ერთი და იგივეს რო ლაპარაკობ, ყველა ერთ აზრზე რო ხარ, მაგრამ მაინც რო ერთმანეთს უმტკიცებ რა. აი ეგრე და რაღაცას ვამტკიცებთ ეგრე რა, ერთმანეთს უმტკიცებ და მათ შორის ეს ძღოლის ჩართულია ესე და ამტკიცებს რა, უკან იყურება და ამტკიცებს და საშინელი ხმა უცებ და ბრახ და ავტო ლაზი თუ პაზი თუ რაღაც ავტობუსები რო იყო, იმას დავეჯახით უკნიდან რა. გადმოვედით ჩვენ, აბა ექიმები ვარ და თუ ვინმეს რამე დაშავდით ხალხო, მოგეხმარებით, აბა ვინმე ხო არ დაშავდა, ჩვენ ამბავშია და მძღოლი თავის შარშია, ეხლა რო უკნიდან დაეჯახა ავტობუსი. ისი ბრალია ხო? ხო, ნუ ისი ბრალია და დაინახა ვიღაცა ჩათვალა რომ არის ავტობუსის მძღოლი და სად დამიტორმუზეო თუ ძმა ხარ, რა იყო, ეხლა ესე შეიძლება უცხოელ წინ დატორმუზებაო, რა ამბავიაო რა და ეს კაცი მოგვირონდა მიხედეთო კაცო ამ კაცო მე მგონი თავი აქ მირწმულია. არაფერი კაცო მიხედეთო გეუნებიო რა გინდა რატო გადაწყვიტე მეთი რომ თავი აქ მირწმულია. კაცო 5 წელია ბლოკებზე დგას ეს ავტობუსი ფეჩი გვიდგა შიგნით ბირჟა არის სოფლის რა დაუტორმუზე ის ავტობუსზე. აი ეს შაშინებული ამოძახებაზე იყო. ბატონო. ეს ამბავიც რო არ მოყვე ახლა ძველი ამბავია, მაგრამ თან ნამდვილი ამბავია და თან აი კახური კლასიკაა რა. შევარდნაძის რო არის და რაღაც არმატურით რკინებით, მილებით დატვირთული დიდი ტრაილერი მოდის. რუსული ნომრებით. გააჩერეს ჩალაუბნის ტექსტზე. შეამოწმეს და საბუთები წესრიგში არა აქვს რაღაცა დარღვევები, აქვს რაღაცა ისა აქვს, ესა აქვს და ამათ გადაწყვიტეს რომ ოქმი დაუწერონ მძღოლს. ჯარიმა. ეს მძღოლი გამოდგა ჟურავლოვი. შაიკრიბა მთელი ჩალაუბნის ტეკი და ჟი როგორ იწერება არც ერთ არის შაგონებულები არიან ერთმანეთს ეკითხებიან მე ერთი ცოტა გონება მახვილი იყო და იმანა თქვა რომ აიტაო რაციაში გომბორ გადავცეთო და იმას ისინი გვეტყვიან როგორ იწერებაო მაგრამ ბრინჯი 4-6 თუ რავი კოდი რაც ეკონა ბრინჯი 4-6 ბრინჯი გომბორი და იქ და რა გინდათ იცი რა გვაინტერესებსო ჟი როგორ იწერებაო აქედან ძახი იქიდან პასუხი ჟუს წერა რომ ვიცოდეთ ეგ ტრაილერი აქ იქნებოდა გაჩერება. იმათაც მაგიტომ გამოუშვეს, ჟუ ვერ დაწერეს და გამოუშვეს. ჩემი ნაცნობია და მაგის თავს მოხდა ეგეთი რაღაცა რომ ადრეო ბიჭო ძალიან გაჭირებულად ცხოვრობდით მთელი ოჯახი. გახსოვდა ძველი პერიოდიო, არა შუქი, არა წყალი, არა გათბობა და ზოგადად გათბობის პრობლემა იყო სახშიო და ისეთი გაჭირებული ოჯახი ჰქონდა, რომ მამაჩემს სიცხეს უაძლევდა, მაღალ სიცხესო ყველას გიხარდა, მე მამაჩემზე ვთქვებოდი ზოველა. შენი გამოსავალი უყურებიათ. აი, ძალიან მაგარი რაღაცა უნდა გითხრათ, რომელიც რა პირადად მე შემოწმე. კი ბატონო, გისურვებთ. ერთ-ერთ კაფეში დავჯექით ვარა უთხარი Wi-Fi-ის პაროლი თუ შეიძლება თქვა და კი გენაცვალეო პაროლი და ამ პაროლის გამეორება და დამახსოვრება გამორიცხულია უნდა წავიკითხო. რა შეიძლება იყოს ახლა Wi-Fi-ის პაროლი? რამხელა ფუძელი ავიღე ნახე. Wi-Fi-ის პაროლი ვიკითხე. და მეუბნება ეს ბარმენი ჯომოლუნგმა 1-დან 8-მდე ციფრები
დიდი ასოებით კავკასიონი, ქვედა ტირე, ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა 1999 წელი. ვერასოდეს ვერ შეხვალ, უმარტივესი პაროლი, აგიდა. ახედავ ეგრე. კი ბატონო. ერთი საღამო უკვე მეოთხე დღე ამ кейფების მიყოლების დღეები და მანქანაში მეკითხება რომ ერთი რაღაც უნდა კითხო რა. მერიდებოდა თქვა, მაგრამ უკვე აღარ შემიძლია, უნდა კითხო. რა არის მეთქი? ალუბალზე რატო ვღერი ხართ მუდმივად ქართველებიო? რა არისო? ალუბალზეო, რა არისო? ესეთი შეყვარება რა? რა ალუბალზე მეთქი? ფიქრობ, რა ალუბალზე? აიო, კაცო, სუ ალუბალია, თან ინგლისურად საუბრობთ. ინგლისურად ალუბალი არის cherry. კი ბატონო. აიო, სუ მღერით cherry me, შენი cherry me. ჭირიმე მოესვა cherry me. ახალგაზრდა ბიჭები ვართ, მოკლედ მე ბესო ხელაშვილი, აი თემური რა თქმა უნდა განუყრელი სულეთად ვიყავით, რა ვიცი, ჯარიდან მოყოლებული ყველგან და თეატრში და ეს ბესო ხელაშვილი რაიკოვის დივანში ძღოლს რო თამაშობს. კი ბატონო. და ეს ბესო მოკლედ კუსტაბაზე წავიდეთო. არაო, კუსტაბასო ლისის ტბა ჯობიაო რა. რატო ჯობია არ ვიცი ახლა მაშინ ვერ იყო. ვერც ერთი ისეთ ყოჩაღად ხარ როგორც არის. მოკლედ ავედი ლისის ტბაზე. ავედი იქო ძალიან კარგი სახინკლიაო რაღაცა აქეთ იქითო და მე გამახსენდა რა ამ ბესომ თურმე იცოდა რომ იქ ვიღა ტურისტი გოგოები არიან ჩამოსული და აჰა, ეგულებოდა. მაგინაში აღვიყვანა. ხო და ეხაო ნახეო და ესეთი ის ქონდა ხოლმე იმას. ბამბალა ბაბალა ბერლა მარჯვენა ჩემი მარცხენა შენია რა გოგოები არიან და რაღაცა სულ ესე და სულ ბამბალა ბაბალა ბერლა აქეთ იქით იყურება ქალებისად არიანო რა და გამოვდივართ და ჯანთელი გოგოები მოდიან რა აი მატრიოშკები რო არიან ეგეთი რა რაღაცა პისახოცებით არიან და ამზეზე ხო იცი ისინი რომ ეგრე იმ წუთში რო შიშვლდებიან ხოლმე რა მაინც ჩtildeოელები ამ სამხრეთში პატარამზე გამოაჭყიტებს თუ არა იმას იღებენ ზაგარს მოკლედ გავიცანით ეს კალბოტონები გავიცანით კაი ჯანთელი გოგოები და ახლა სადღაც ხომ უნდა დავპატიჟოთ იქ დავპატიჟეთ აქ დავპატიჟეთ და ბოლოს რატომ მოვინდომე არ ვიცი ნავით გასეირნება. ერთხელ გიქილი. ნავით გავისეირნო დაბარა და დავინაწილეთ სამი ნავი ავიღეთ და იმან იქით წაიყვან ამაღით და ეს ბესრესი შევა იქ მისკენ კამიშებისკენ იქით უნდა რა და კარგად მოკლედ იქით მივდივართ ახლა ამ ნავებით რა და სიმართლე გიხა კი დავიღალეთ რა დამეტანი კისრის ზარღვები დაგვაწყდა რა იმიტომ რომ დამეტანი მძიმე დიდი ნავებია რა რაღაცა და ჭრაჭუნი ძლივს ვაღებინებ რა და ეს გოგო თქმა მიყურებს და დაიწვა ჩემი საცოდაობით და მე მოდიო მე დამსვიო რა აუ როგორ გეკადრებავ შენ გენაცოლი რა ხალბატონ რა როგორ არა დამსვიო კაც მოდი კაცეთი გადმოჯექიო აკეთო რა დამსვიო მაინტერესებსო რა თუ გაინტერესებს ნახე მეთქი და გადავჯექი ეს არ გადავჯექი როგორ დაჭდა იცი აი ესე რო გააკეთა აი ნუ პაგაძიში რო ის რო დადის რა კატერი გინახია საითაც მევიჯექი ის თავი ჰაერში ააწევინა რა აი გლისერივით და ალღები მიდის და მე ვზივარ აესი აი ესე ნაშასავი და დადის ესე იგი რა შვება იცი საოცრება შვება და იმათი სახეები უნდა გენახა რა თურმე ისინი ნიშნოსებია გადაყარეს ესენი და წავიდა მოკლედ შეჯიბრება რა თურმე არიან ნიშნოსნები მაგიტო არიან ამოსული იქ ვერივადი ჩვენი სტუმარია მომღერალი მაია ბარათაშვილი გაგიგონაძალე განდები კარგად მომდროებით მაია გვირფასო მადლობა მომბრძანებისთვის პირველად ხარ ჩვენ შოუში და კეთილი იყო შენი ფეხი დიდი მადლობა გიორგი ჩემი მოწვევისთვის პირველად ვარ ნამდვილად და
სანამ დავიწყებ საუბარს, მე აუცილებლად უნდა კომპლიმენტით დავიწყო. ამას წინათ ხა შენი ძირითადი საქმიანობა რაც არის, ვთქვათ, ხო, საკონცერტო მუსიკალური, ეს ისედაც ვიცოდეთ ყველა. მაგრამ გადავაწყდი ძალიან საინტერესო ვიდეოს YouTube-ზე, სადაც შენ ინგლისურ ენაზე ყვები ქართული ფოლკლორის ისტორიას, თითოეული კუთხის ფოლკლორის ისტორიას და აღმოვაჩინე ახალი გიორგი, შენი ახალი მხარე, მინდა გითხრა რომ you have a very good command of English. ძალიან კარგი ინგლისურით საუბრობ და მეცნიერულად ხსნი ქართული ფოლკლორის აი კვინტესენციას, მარილს, ისტორიას. ასე რომ ძალიან დიდი ყურადღებით უსმინე ბოლომდე მინდა გითხრა შენს ვიდეოს და მინდა ამისთვის კომპლიმენტი გითხრა. დიდი მადლობა გენაცვალე, დიდი მადლობა, გაიხარე. შენი დონის ინგლისური სპეციალისტისგან ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასეთი ქათინაური. ძალიან დიდი მადლობა. სანამ გადავალ შენს შემოქმედებაზე, მანამდე ჩვენი ერთად მოგვიწია სცენაზე დგომა ისე რომ წარმოდგენაც არ ქონდა ერთმანეთის შესახებ რომ ჩვენი ერთად გვიწევდა თურმე ყოფნა და მონაწილეობა, თავად კონკურსის არსი იყო ასეთი. ეს გახლავთ კონკურსი ვინ არის. ესე იგი, სადაც მე ვიყავი კენგურუ, შენ უხლუხო და მოკლედ მინდა გითხრა რომ შენ გახვედი ბოლოში. კი, მაგრამ მინდა გითხრა რომ შენმა პერსონაჟმა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა და როცა ჩატარდა ეს ყველაფერი და როცა გამჟღავნდა შენი ვინაობა, მენეს რომ უსმინე, აი მართლაც ურთულესი იყო ამ ყველაფრის ამოცნობა და მითხარი როგორ გაიხსენებდი აი. ვაიმე, არაჩვეულებრივად გავიხსენებდი, იმიტომ რომ ეს იყო ისეთი მეტამორფოზა, ხა წარმოიდგინე ინდური სხვადასხვა ენაზე ნამღერი სიმღერა ისე რომ არავის არ ვეცნე. ძალიან დიდი ხალისი იყო. სხვათა შორის არ იყო მარტივი, იმიტომ რომ კოსტიუმი საკმაოდ რთული იყო კოსტიუმში პერსონაჟის შექმნა, მაგრამ აი ეს გარდასახვა რამდენიმე პერსონაჟად იყო ძალიან საინტერესო შესანიშნავი პროექტი. რა ვიცი, მე ძალიან ვიხალისე და ძალიან ვისიამოვნე სწორედ იმ სიმღერების შესრულებით, რომელიც მე დამევალა და სადაც ამ სიმღერებს მე არასდროს არ ვიმღერებდი. ერთადერთი ბოლო სიმღერა, სადაც გამჟღავნდა უკვე ჩემი ვინაობა, It's a Circle of Life. Elton John-ის თორცდები Lion King-დან, აი ეს იყო ერთადერთი დანარჩენი, ვთქვათ, იქ იყო იტალიური, იყო ინდური, ძალიან საინტერესო იყო ინდური ცეკვა, მე ძალიან მიყვარს ინდური კონაკოლი, ძალიან მიყვარს ინდური ცეკვა ხალხური. შესაბამისად, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და კი გამოვეთიშე რაღაცა პერიოდში, მაგრამ ერთი 5 ნომერი კი. კიდევ დასამახსოვრებელი სახე შეიქმნა, რაც ხოხაზე დავარი აი. მუხლუხოც უსაყვარლეს. კი ბატონო. მრავალ ქვეყანაში ხარ ნამყოფი. და მათ შორის ახლა დარწმუნებული ვარ, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს ჩვენი შოუს მაყურებლებიდან, რომ შენ კონცერტი გაქვს ჩატარებული იქ, სადაც მოდი ასე ვთქვათ, ცხოვრობდნენ თავის დროზე შენი სახელობის ტომები, ანუ მაიას ტომები. მოდი გაიხსენე ამის ტომები. არაჩვეულებრივი მექსიკაში გქონდა 2 კონცერტი, მე გია რაქვიაშვილი იყო ჩემთან ერთად ფანტასტიკური მუსიკოსი, ჯაზმენი იცნობ შენ. კი, როგორ არა, ერთად ერთად სწავლობ. წინვალე პიანისტი, ჯაზური პიანისტი, კლასიკოსიც ასევე. მექსიკიდან დაგვეკავშირდა საქართველოს საელჩო მალხაზ მიქელაძე, მითხრა რომ თუ გაქვს სურვილიო და რა თქმა უნდა დამაინტერესა, შესანიშნავი იყო თავად საკონცერტო ნაწილი, იმიტომ რომ იყო ბლას გალინდოს ძალიან კარგ მუსიკალურ კომპლექსში შესანიშნავი დარბაზი იყო, მეორე კონცერტი იყო კიდევ საელჩოსთვის და რაც ყველაზე კარგად მახსოვს, იყო 100 მეტრიან მზის პირამიდაზე ფეხით ასვლა. და აი რო ავედით ამ პირამიდაზე და გადავხედეთ მთვარის პირამიდას და მე გამახსენდა ეს აპოკალიპტო მელ გიბსონის ჩემო კარგო და გამახსენდა თავებს როგორ აცლიდნენ მაშინ ხო ეს რთული სცენა კინოა, ფანტასტიკური კინოა, ძალიან მიყვარს ეგ ფილმი სხვა შორის და ზევიდან რო გადმოვხედე ფაქტიურად 5000 არ ვიცი ძალიან ისტორიას უყურებდი და შევეხე ამ ისტორიას და იყო ძალიან საინტერესო ასე რომ და კიდევ ძალიან მიყვარს მექსიკური გვაკამოლე.
რაც შეეხება კიდევ ერთ ქვეყანას, ეს იყო ჩინეთი, როგორც ვიცი. რა მაინტერესებს? ჩინეთშიც არის ესეთი ინტერესი ჯაზის მიმართ, შეიძლება რომ ცოტა ხანში ვთქვათ, რომ ჯაზი არის მიმდინარეობა, რომელსაც ყველაზე მეტი მსმენელი ყავს ჩინეთის ხალხი. ნეტავი ესე იყოს, მაგრამ ჩინეთში არა, იქაც იყო დიდი მიღება საელჩოში და ესეთი დიპლომატიური, ასე ვთქვათ, მიღება იყო. ჩინეთი ძალიან საინტერესო იყო, ჩინეთის საქართველოს ელჩმა მიგვიწვია იქაც ოთარ მაღრაძის კვინტეტთან ერთად ვიყავით. გიორგი გახსოვს, შენ ბერტოლუჩის ბოლო იმპერატორი. აი ზუსტად იმ ოთახს მივადექით, გახსოვთ ის საძინებელი, ფანტასტიკური საძინებელი, სადაც არის ერთ-ერთი კადრი. აი ის საოცარი ადგილები დავათვალიერეთ, ავედით ჩინეთის კედელზე, მინდა გითხრათ, მოუხდი ეზოში, ვისაც ჩინეთის კედლის ნაწილი ქონდა სახლში. მოკლედ ბევრი თავგადასავალი გადაგხვდა. იცით რა, მე ვფიქრობ, რომ ჯაზი ხომ უნიკალური არტ ფორმა. მე ვერ ვიტყვი, რომ ჯაზი პოპულარულია, მაგრამ მე მიხარია, რომ საქართველოში არის დიდი ჯგუფი, სიყვარული ჯაზის და ეს მიხარია. მათ შორის თანამედროვე თაობაში და ესე ძალიან სასიხარულოა. გეთახმები აბსოლუტურად სულ სხვა პლასტია კულტურის, შინაგანი საოცარი თავისუფლება. და იმ იმპროვიზაციულობასთან ერთად ის თავისთავად გულისხმობს უთუოდ ცოცხალ მუსიცირებას. თუმცა შენ ცხოვრებაშიც როგორც ვიცი იყო ერთი ეპიზოდი როცა მოგიწია ფონოგრამის გამოყენება და ეს შენი ინიციატივით არ მომხდარა, მაგრამ უთხრათ ეს მაყურებელს რა ხდებოდა მაშინ. აუცილებლად ძალიან სასაცილო ისტორია იყო. ფონოგრამა მე და შენ ვიცით რა არის, რაღაცა მღერის და პირს აღებს ვიღაცა, ნუ კოშმარია, მირჩევნია რომ ერთი ბგერა ავიღო როიალზე და ცოცხალი იყოს და რაღაცა ვერ გავაკეთო ისე როგორც საჭიროა, მაგრამ ცოცხალი იყოს, მოგეხსენება და მოკლედ ეს არის 25 წლის ამბავს გიყვები, მაშინ პირდაპირი ტრანსლაცია ესე მაღალ ხარისხში არ კეთდებოდა. ტელევიზიით იყო დიდი ღონისძიება, კინო აკადემიის ღონისძიება იყო და ჩემი და მერაბის დუეტი გახსოვს ალბათ, იძინებს მზე ნუგზარ-ვაწაძის ულამაზესი სიმღერა მახნიაშვილის შესანიშნავი არანჟირებით და ხო, რაღაცა პოპულარული გახდა და გადაწყვიტა ბასა ფოცხიშვილმა რომ ყოფილიყო კონცერტში ეს სიმღერა და მე ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ვარ გიორგი. მე მივდივარ შეხვედრაზე 9 საათით ადრე. ნებისმიერ შეხვედრას შორის პაემანზეც მომივიდა ერთხელ და დამალვა მომიწია. ძირითადად პაემაზე დაგვიანებას ველოდები. არ მიყვარს დაგვიანება და მეც არ მიყვარს, როდესაც მე ველოდებიან. ხო და მოკლედ მივედი გაიხნით ადრე მივედი და ვკითხე, ესე იგი რეჟისორს რომელი ნომერი ვარ. მითხრა 45. ოკეი, გამეკვირდა კაცო, ეს 45 განა რამდენი ვიყავით იქ. ხო და 45 ჩავიცვი, მაინც წავედი ბუფეტში, ფილარმონიის ბუფეტში და მოგეხსენება მონიტორი იყო იქ და. ეხლა რა ხდება? გამთავისუფლდი დავიდგი ყავა 45 ნომერი, ნუ წარმოგიდგენიათ ხო, რაღაცა მოვიდგი ყავა და დავალაპარაკე ვიღაცას და უცებ მონიტორში მესმის ჩემი ფონოგრამა, ჩემი სიმღერის. ჩვენ ეს სიმღერა მე და მერაბს ფონოგრამით უნდა გვემღერა, ანუ პლუს ფონოგრამით რო ტრანსლაცია ყოფილიყო კარგად. ჯერ ვიფიქრე, იცით ხო, იცით ჯერ denial, რასაც ქვია, უარყოფა, რომ ეს ის არ არის. მერე ვიფიქრე, რომ რეპეტიცია ხო არ არის თქო, მაგრამ ჩვენ რატო არა ვართ იქ. მოკლედ შემოკარგო აღმოჩნდა რომ თურმე 45 ნომერი ტექნიკურად ყოფილვარ და არა რეჟისორში. არა რიგითობით. ხო, რიგითობით და ეხლა რა ხდება სცენაზე? მე მივხვდი უკვე რომ მე შავდღეში. ესე იგი, სცენაზე მე ხო ვხედავ მონიტორს, სცენაზე პუშკა დარბის, ის სპოტლაიტი რასაც ქვია და ეძებს მაიას, მაგრამ მაია სცენაზე არ არის. არის ბუფეტში. არის ბუფეტში და უცებ მაიას ხმა გაისმა იქ. ანუ ვიღაცა მღერის და პუშკა მარტო დაბოდიალობს ესე. ესე იგი, ვის გადავასხი ეს ყავა აღარ მახსოვს. კიდევ კარგი ჩაცმული ვიყავი, თორემ მომიწევდა სპორტულით გასვლა. გამოვარდი, ავარდი სცენაზე და ვხედავ მერაბს ეფაშვილს მეორე მხრიდან უნდა გამოსულიყო და მერაბის სახე ქონდა მოდილიანის ნახატივით დაგრძელებული. ხო იცით ცნობილი პორტრეტი, გაფრაზებული. ჩამოეწელა ესე. ბასა და მომცე ეს მიკროფონი და ნუ ვითომ ესე იყო დადგმული და მე გავედი მე გავედი პროიგრიშზე, რასაც ქვია, ბრიჯზე გავედი და ნუ მერაბიც გამოვიდა. რა თქმა უნდა, იყო ტაში, იყო, იმიტომ რომ სიმღერა თვითონ ნამდვილად კარგი იყო და მე გამოვედი გარეთ და ცხონებული სოფიკო ჭიაურელი. გიჟდები ამ ქალზე მომიტრია და მაია დღეს განსაკუთრებულად კარგად გიჟღერდა ხმა.
და აი ესეთი ისტორია იყო მოკლედ და ნუ სოფიკო მინდა გავიხსენო ამასთან დაკავშირებით სოფიკოსთან ერთხელ ვერიკოს თეატრში ქონდა არაჩვეულებრივი კონცერტი და სოფიკო მაჩუკა დიდი ბეჭედი ულამაზესი ამეთვისტოს თვლის თათუზა იყო მაშინ ცოცხალი ყურაშვილი ზურანამიშვილი თათუზა და მე ვიყავით და ეს ბეჭედიო შენო დიდ სიყვარულს მოგიტანცო მაშინ მე არ ვიცოდი სიყვარულზე ახალგაზრდა გოგო ვარ ხო წავედი რაღაცა ესეთ რომანტიულზე და მე მივხვდი რა სიყვარულზე მეუბნებოდა სოფიკო და ალბათ იქ ესმის ხა ჩვენი საუბარი და ღმერთმა გაანაცვლოს მის დიდებული ადამიანი შემოგვიფაზო განსხვავებით მაშინდელი ტელევიზიის ტექნიკური აღჭურვილობისგან ჩვენ გვაქვს სრული საშუალება რომ ცოცხლად შესრულდეს როგორც ინსტრუმენტული ისე ვოკალური მხარე და აი ახლა ვთხოვთ ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს რომ შემოგვიტანოს ინსტრუმენტი და მინდა გქონო ერთ სიმღერა ავაჟღერო გიორგი შეიძლება ერთი პატარა რაღაცა დავამატო რა თქმა უნდა ჩვენს შოუში გადაცემაში მე მინდა დიდი მოგითხვა გადავსე ჩემ უახლოეს ადამიანს ნინაკა გელაშვილს. მე და ნინაკას გვაკავშირებს დიდი მეგობრობა და არა მარტო ჩვენი მშობლები იყვნენ მეგობრები და ეს მეგობრობაზე უფრო მეტია ასე რომ ნინაკას ჩემგან ძალიან დიდი მოგკითხვა და ძალიან დიდი სიყვარული. ჩემთვის იმღერე რამე რომ დაღლილ თვალებს ანთელივით დაატნეს ღამე ეგ სულ ერთი არა სიმღერებ ოღონდ იმღერე განშორებისას ისევ იმღერე რამე და თან გაყვება სიყვარული მას როგორც ნამქერი იმღერე რამე იმღერე იმღერე რამე თუნდაც უკვე მრავალჯერ დავაღერი დრო ამწუთებსაც გადააქცევს მალე მოგონებად და თან გაყვება სიყვარული მას როგორც ნამქერი იმღერე რამე იმღერე იმღერე რამე მხოლოდ ჩემთვის იმღერე რამე იმღერე რამე თუნდაც ერთხელ რაც გიმღერია თორემ ამ ღამეს გაზაფხულის მთავარია ღამეს მე შემოდგომი სევა და შემომერია იმღერე რამე თუნდაც უკვე მრავალჯერ დამღერი დრო ამწუთებსაც გადააქცევს მალე მოგონებად და თან გაყვება სიყვარული მას როგორც ნამქერი იმღერე რამე იმღერე იმღერე რამე თუნდაც უკვე მრავალჯერ დავაღერი დრო ამწუთებსაც გადააქცევს მალე მოგონებად და თან გაყვება სიყვარული მას როგორც ნამქერი იმღერე რამე იმღერე იმღერე რამე მხოლოდ ჩემთვის იმღერე რამე ვირბასო მეგობრებო, ნება მივოდეთ წარმოგიდგინოთ ჩვენი მეგობარი, ჩვენი დიდი შემოქმედებითი ოჯახის უსაყვარლესი წევრი, ნიჭიერი მუსიკოსი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის პირველი საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი თამარ ჯოხაძე.
ნაცვალე. თამარ, შემო ძვირფასო, მოგესალმები და მიხარია რომ დღეს ყავხარ სტუმრად. მართლა გამორჩეულად საყვარელი ადამიანი ხარ შენ ჩვენთვის და დიდი შემოქმედებითი მეგობრობა და პიროვნული ვაკავშირებს ჩვენ ერთმანეთთან და აი ამის შესახებ მინდა უთხრა ჩვენ ძვირფას მაყურებელს და ამასთან ერთად შენს ნამდვილ მოღვაწეობაზე. აი ის რასაც შენ აკეთებ თბილისიდან საგანგებოდ მთელი შენი ძალისხმევა მიმართე სოფელ ლაზიანისკენ და აბსოლუტურად შეცვალე იქაური ცხოვრება. მუსიკალური თვალსაზრისით ნამდვილი ოაზისია. მე რაც იქ ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ამიტომაც საუბრობ ესეთი შინაგანი, როგორ გითხრათ, ახტაცებითაც და სიამაყითაც, იმიტომ რომ ეს უკავშირდება ჩემს მეგობარსა და კოლეგას და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გითხრათ შენ თავშივე. მადლობა. პირველ რიგში უდიდესი მადლობა ყუდიაში შენს არაჩვეულები საავტორო გადაცემაში მოწვევისთვის და კიდევ ბევრი მადლობა მინდა გადაგიხადო იმისათვის რაც შენ ჩვენი სკოლისთვის აკეთებ და ყოველთვის მზად ხარო ჩვენი ყველა პროექტის მონაწილე იყო. და ეს ხოლმე სირედი რამ არის რაც ჩვენ შეგვიძლია, იმიტომ რომ თავარი რაც გეკეთება ეს არის პირადად შენთან დაკავშირებული, ისევე როგორც იმ პედაგოგიურ კოლექტივთან, რომელიც გვერდში გიდგას, მაგრამ მოდი ამაზე ცოტა მე ვისაუბროთ და თავიდან მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, ვიდრე ბევრ შეიძლება არ ახსოვდეს, რომ შენ წლების განმავლობაში იყავი ანსამბლი ივერიის პროექტების მონაწილე და ჩვენი წევრი და ეს დაიწყო 2000 წლიდან და უკავშირდებოდა მიუზიკ ჩხიკვთა ქორწილის მაშინდელ დადგმას, რომელსაც ასე უწოდეთ ჩხიკვთა ქორწილი 2000 და იქ ჩემო ბატონო მაშინ ქალბატონი თამარი გახდა ერთ-ერთი კაჭკაჭი და ძალიან ისეთი კოლორიტული და დასამახსოვრებელი სახე შექმნა. მოდი ეს პერიოდი გაიხსენე ჩემო ბატონო. ჩემთვის ყველაზე საუკეთესო წლები 99 წელს როცა მე ბატონმა ჯემალ ბაღაშვილმა მიმიწვია ანსამბლი ვერიაში, ჩემთვის ეს იყო წარმოუდგენელი. მე როცა ვიყავი 9 წლის, დედაჩემი დამატარებდა ხოლმე ოპერაში, ფილარმონიაში, არ ტოვებდით არც ერთ კონცერტს. მიუზიკლი ჩხიკვთა ქორწილი გადიოდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და რო უყურებდი აი ამ მსახიობებს, მომღერლებს, ჩემში იწვევდა იმ ხელა ახტაცებას, როცა დამთავრდა კონცერტი, დამთავრდებოდა უკვე და მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, მოგეხსენებათ, სრული ანშლაგით ტარდებოდა ხოლმე ყოველთვის ანსამბლი ვერიის კონცერტები და მიუზიკლები. და ერთი გავიფიქრე, რომ ღმერთო, ნეტა ოდეს მე ვიქნები მე ამ სცენაზე და ნეტა მეც აი იმ პერსონაჟის ადგილას ვიყო. და გავიდა რამოდენიმე წელი და მირეკავს ბატონი ჯემალ ბაღაშვილი, არაჩვეულებრივი პიროვნება, არაჩვეულებრივი ადამიანი, პროფესიონალი, გენიალური ადამიანია ბატონი ჯემალი და მე ყოველთვის მთელი ცხოვრება, აი ეს მადლიერება გამყვება, მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ ყველაფერი სიკეთე მე მახსოვს ამ კოლექტივში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მარტო ჩხიკვთა ქორწილით არ შემოვიფარგლეთ ჩვენ, მერე იყო ფიროსმანი, სადაც შენ ასევე იღებდი მონაწილეობას, შემდეგ მესამე მიუზიკლი თოვლის ბებოზას გაყრის რიმეიკი, რომელიც ქიანეთის სახელით იქმნებოდა, იქაც იღებდი მონაწილეობას და იყო შემდგომ იუმორინები, სადაც ასევე მონაწილეობდი და სხვადასხვა შენ პირველი ისტორიული იუმორინას მონაწილედ ბრძანდები. კი. მაშინ სულ ნორჩი მომღერალი იყავი და შენიდან გამოხედი მაშინაც. აი ესეთი დატვირთული საკონცერტო საქმიანობა გქონდა შენს თამარს და აი ამის შემდგომ ჩემთვის ორმაგად დასაფასებელია ის, რომ შენ ეს ყველაფერი დათმე და მთელი შენი ძალისხმევა, მთელი შენი შემოქმედებითი ენერგია დაუთმე ბავშვებს და მართლაც ყველაფერს აკეთებს აიმიცოთ, რომ მათ გაუღვიოს სიყვარული შემოქმედების მიმართ, ხელოვნების მიმართ. შენი ასპარეზი არის სწორედ სოფელ ვაზიანის აი მშვენიერი საჯარო სკოლა. მოდი ახლა გადავიდეთ მთავარ სათქმელზე, რაც უკავშირდება შენს პედაგოგიურ საქმიანობას. უკვე მერვე წელია, რაც მე საქმიანობ სკოლაში. როცა გადავწყვიტე, რომ სოფელში დამეწყო მუშაობა და ვაკანსიებს ჩაუყევი და ვეძებდი თბილისთან ახლოს, რომელი რეგიონი იქნებოდა, აღმოვაჩინე გარდაბნის რაიონი, სოფელი ვაზიანი და მივედი გასაუბრებაზე. სადაც დამხვდა არაჩვეულებრივი გარემო, არაჩვეულებრივი გუნდი თანამშრომლების, პედაგოგების და არაჩვეულებრივი ბავშვები. აუცილებლად პედაგოგისთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვები თუ არ გიყვარს სკოლაში ჯობია საერთოდ არ შეხვიდე.
და ყველა ბავშვი აბსოლუტურად გახდა ჩემი შვილი. ყველა ბავშვი გახდა ჩემი მეგობარი და აი ეს ნდობა, რომელიც მე ბავშვების წინაშე დავიმსახურე, ეს იყო პირველ რიგში ის პირველი ეტაპი, რაც მე უნდა გამევლო და წარმატებით გავიარე. ამისთვის მადლობა უფალს, რომ აი მართლაც საოცარი ბავშვები მყავს. ბუნებით ვარ ძალიან მოუსვენარი რაჭველი მინდა გითხრათ. მოუსვენარი რაჭველი კარგი ფორმულირება. მოუსვენარი რაჭველი ვარ, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე სულ მეუბნება ხოლმე და ხშირად მეგობრებიც რომ რანაირი რაჭველი ხარ, ყველაფრის აი ეს სწრაფ-სწრაფად გაკეთება გინდაო, გინდა მოასწრო. აქტიურად ჩავები აი ამ ბავშვების სწავლა განათლებაში, ცოდნის გაღრმავებაში და დავიწყე პატარა რაღაცა ღონისძიებების ჩატარება. დღეს უკვე მასშტაბური გახდა ეს ჩვენი ღონისძიებები და უკვე კონცერტის სახე მიეცა და მინდა ვისარგებლო შენი ეთერით დღეს და ქალბატონ ჩვენი სკოლის დირექტორს ქალბატონ მაია დიასამიძეს ამისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. მოგითხოვთ ქალბატონ მაია, ეს მოგითხრა. მინდა კიდე ერთი გია ვთქვა და კიდე არ დავტოვო უყურადღებოთ აბსოლუტურად ყველა ჩემი ღონისძიების, ყველა ჩემი აი ამ კონცერტის დიდი მხარდამჭერია გარდაბნის რაიონის რესურს ცენტრის უფროსი ქალბატონი ირინა ქირია, არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც მადლობა მასაც. ნამდვილად მადლობა მას აი ამ მხარდაჭერისთვის და სხვადასხვა ჟანრში ვაწყობ ხოლმე ამ პროექტებს, საესტრადო, ხალხური შემოქმედება, ჯაზი და აი პირველი ღონისძიება, რომელიც მე ჩავატარე, ეს იყო ქართული გალობა და ხალხური შემოქმედება. პირველ რიგში ვცდილობ, რომ ჩემი მოსწავლეები ვაზიარო თავიანთ კულტურას, იცოდნენ მათი შექმნის ისტორია და აი შემდეგ უკვე სცენაზე გადაგვაქვს ეს ყველაფერი და შენ ანუ აი ამ ფინალურ ნაწილში ჩვენი პროექტი აი ეს ქართული ფოლკლორი და გალობა დაგირეკე და მოგიწვიე სკოლაში და ამისთვის კიდე ერთხელ აი უდიდესი მადლობა. პირიქით შენ მინდა უდიდესი მადლობა და გეტყვი რატომაც, იმიტომ რომ ჩემთვის იყო ეს ისეთი სულიერი საზრდო. აი ამ საოცარ ბავშვებთან ურთიერთობა და მართლაც შესანიშნავი ატმოსფეროა და აი ამ ატმოსფეროს შექმნა ჭირდება და აი ამისთვის შენ ძალიან დიდი მადლობა და მიხარია რომ ყველა ასევე აღნიშნავდა შენ ძალიან მნიშვნელოვან წვრილს. მადლობა ახსენე შენ და ახსენე შენი მეუღლე და მინდა მოვიკითხოთ სული და გულით ეს შესანიშნავი ადამიანი ეს გახლავთ ქალაქ თბილისის ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა იონე როსტიაშვილი. მოვიკითხავთ დიდი სიყვარულით. მადლობა მას, იმიტომ რომ გვერდში გიდგას შენს მნიშვნელოვან საქმიანობაში და შენ კი მასულ გახარ გვერდში და ესეც უაღრესად მნიშვნელოვანი ამბავი გახლავს. აქვე ჩემო ძვირფასო თამარ, მინდა წარმატებები გისურვო, ვინაიდან შენ წარდგენილი ბრძანდები მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე, ეს ყოველწლიური პრემია გახლავთ, რომელსაც განათლების სამინისტრო აწესებს და მართლაც ყველანაირად იმსახურებ და სული და გულით მინდა რომ წარმატება გისურვო ამ მიმართულებით. და ახლა მინდა მოვიპატიჟო ჩვენ შოუში ცნობილი და ლეგენდარული ივერიელი ნუგზარ კვაშალი. თამუნამას ჩემი ნუგზარი საოცარი ადამიანი. ნუგზარ მოგესალმები შენ გენაცვალე და მოდი შემბრძანე ახლა თამუნას შესახებ. ბევრი მაქვს ალაპარაკო, მაგრამ მოკლედ მოგახსენებთ. ვაზიანის საჯარო სკოლა ნომერ პირველი ძალიან განსხვავდება სხვა სკოლებისგან. თბილისში მეორე სკოლა მაქვს მოვლილი, მაგრამ იქ რომ მივედი ვეღარ მივატოვე, მით უმეტეს რომ ჩემი თამუნა იქ მუსიკის მასწავლებელი იყო. რაღაც განსხვავებულად ატარებს იქ გაკვეთილებს. ძალიან ბევრ საღამოში მივიღე მონაწილეობა, ბევრ რეპეტიციაში და მივხვდი რომ თამუნა აი ნამდვილად ამისთვის არის შექმნილი რომ აი ესეთი რაღაც გააკეთოს თან სად ვაზიანში იმ გადასარევ ატმოსფეროში შვენიერი პედაგოგები გადასარევი ბავშვები ასე ჩემოდაო მიყვარხარ გისურვებ წარმატებებს და მინდა რომ ყველგან აი ხა როგორ გითხრა ყველგან იყო პირველი უღრმესი მადლობა და მართლაც ზუსტად აღნიშნა ნუგზანმა რომ შენ გარდა იმისა რომ მუსიკას ასწავლი მუსიკის სიმღერის მეშვეობით შენ ასწავლი ქვეყნის ისტორიას, ფესვებს, ყოველივე იმას, რაზეც დგას ჩვენი იდენტობა და რაც არის საფუძველი ქართული კულტურისა. ახლა სტუმრად გვყავს შესანიშნავი ადამიანები, შენი აღსაზრდელები, რომლებიც ერთ ლამაზ სიმღერას შეგვისრულებენ. შენი საყვარლესი ბავშვები. მუსიკა დაგვიწერა ბატონმა გია მაჭარაშვილმა. ამისთვის უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. ბავშვები და მოვიწევთ ახლა ჩვენი ბავშვები სტუდიაში. Ganucella
ძვირფასი და ლამაზია ბავშვი ერთმანეთით ვიზრდებით და ერთმანეთით ხაროთ ერთმანეთი უფრო მეტად უნდა შევიყვაროთ საქართველოს შეჩვეულო უსასრულო ლოდის გაიხედე რა ლამაზი მომავალი მოდის ჩვენ ვართ შენი ღირსება და შენი სიამაყე იამაყე საქართველო ჩვენი თიამაყე საქართველოს შეჩვეულო უსასრულო ლოდის გაიხედე რა ლამაზი მომავალი მოდის ჩვენ ვართ შენი ღირსება და შენი სიამაყე იამაყე საქართველო ჩვენი თიამაყე ჩვენი თიამაყე დიდი მადლობა ჩვენ ძვირფას სტუმრებს. დღეს ამით გემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. შევხვდებით სექტემბერში ახალ სატელევიზიო სეზონზე, რა თქმა უნდა, ჩვენ შოუში.